პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო გუშინ წინ დაღუპული 4 ახალგაზრდას ახლობლებს და ოჯახს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლენ და დღეს მინდა ვიდეო ჩავწერო და დაგალახოთ თუ როგორაა ეს ევროპაში ყველაფერი მოწესრიგებული. მოვიძიე თხოვე და მომიძიენ და მითხრე რომ შარშან ბელგიაში, რომელ ქვეყანაშიდაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ტურისტი, ანუ არ ვიცი, εν რაოდენობის. ავტოპარკი, რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი აქვს, რაზეა საუბარი. სულ იყო 20 თუ 25 შემთხვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ფატალურად დამთავრდა ადამიანებისთვის. საქართველოში 25 ადამიანი ყოველ 2 თვეში შანსი არ აქვთ ჩვენ და სამწუხაროდ. და მინდა ახლა ამ მიზეზებზე გესაუბროთ. ახლა მინდა გაჩვენოთ გაჩვენოთ ახლა როგორაა მოწესრიგებული ყველაფერი. ველოსიპედის თავის ზაკ, ავტომობილის თავის ზაკ და ფეხით მოსიარულეებს თავის ზაკ. არავითარ შემთხვევაში კანონს არ დაარღვევენ. ეს ხდება ერთი რამის გამო. პირველი და რაც ახლა ჩემი დაკვირვებები დავადგინე. სკოლაში პირველ კლასიდანვე იწყებენ მოძრაობის წესების შესწავლას. და აბსოლუტურად ბავშვები მზად არიან უკვე მეორე-მესამე კლასში მზად არიან რომ გაუშვა ქუჩაში არაფერიც არ მოხდება და დაიცავენ წესრიგს. აბსოლუტურად ყველა ბავშვი სწავლობს ბავშვობიდან მოძრაობის წესებს, როგორ უნდა იმოძრაოს. მეორე, ყველაზე მთავარი რაცაა ის ორგანო, რომელიც აჯარიმებს და აღასრულებს, მათთა მინდობა მოქალაქეების 80%-ს გააჩნია და არავითარ შემთხვევაში ქართველის გარდა, რასაც აქ გადავყრივარ, დამაჯარინენ გენის დედა მოტყან, ასე არ ამბობენ, იციან რომ ეს დააშავენ და ამ სასჯელსაც იღებენ ჩვეულებრივად. და ნდობა არის მათ მიმართ მაღალი, რომ უკანონოდ არ დაჟილან. ახლა პატრულისადმი რა ნდობა გვაქვს ქართველებს, რომლებიც ადამიანების დამბევებად და ადამიანების დამჭერებად გადააქცენ, ეს